მოდიალა მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით, მე და მარიკონა. დღეს მარიკოს კარატეს გადაღება აქვს. მოდით თქვენი მონა მორჩილი გადაიღებს და ძირთად ვიდეოებს მე ვიღებ ხოლმე და მონტაჟებ და ასე შემდეგ. ხო და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის. რა თქმა უნდა კარგად ჩაივლის. აი მე საკმაოდ მცხელა, თუმცა რაღაცნაირად თითქოს სიგრილეც არის. თითქოს ოდნავ, მაგრამ მოგითხრათ რომ სული ვარ ისე მცხელა ჯერ არა. მაგრამ სანამ სამსახურში მივალ ალბათ ეგრეც იქ. როგორ ხართ გოგო, როგორ აშვებით? აი მე დედა. ნელადე როგორ მიბაჯუნოს? მარიტუნა დედა. მარიკო ძალიან შეგაგ დედა ფეხი რა. მოიცა გოგო. ანუ ნახეთ, წადი დედიკო. ანუ მარიკო ხვდებით რას ვიძახი? მარჯვენა ფეხი ცოტა შიგნით გაიარე დედა ერთი წუთით მარიკონა გაიარედე. ახ მე თვითონ ხო და ადრე მასაჟები გავუკეთე. ხო და რა ვიცი ხა რაღაცი ძალიან არ მომწონს ამისის და თქვენ რა სიტყვით. მაშკარად ფიქრობ მოვიცი არ დგომს სწორად, ფიქრობ რა სწორად არ დგომს. გავუკეთა მე მითხრას რომ მაგასაკში გაასწორებსო, მაგრამ რა ვიცი რაღაცნაირად ისია. ეს ფიქრი რა აზრი აქვს სიცხეში მაკიაჟის გაკეთებას ჩემთვის. მე რომელსაც წყალი გამდის სახიდან. არა ნაიში. გუში ვიძახდი. ძალიან ხშირ შარტვა რომ მქონდა ამ თემაზე თქვენთან მისაუბრია, რომ დაწანჯული ვიყავი და აბა ვეცი კანთების სწავლებს და ჯერ იმდენი ფული მივათხლიში და ყლაპეს წამლები და შედეგი არ მქონდა. მოდიდე. ამიტომ არის რომ უნდა ინფორმაციები ქექო და მოძებნო. თურმე მოიტყუდა ეს პრობლემა. თქვათ ვინც არ იცით და ვისაც გაქვთ ის უნივერსიტეტობა, იცოდეთ რომ როცა ყვება თავდაყირა გაქვთ, ეს ამბავი მოგიკატუნებთ და ტყუილად გაიჭრიპებით რაღაცა ცისციტის წამლებით და რაღაცა სისულელეებით. აზრი არ აქვს. ანუ ტკბილს შეამცირებთ თუ არა, მეორე დღესვეო იგრძნობთ შედეგსო ამ ხრივ. და მომეცი რა დაეცი აქეთ. ასე რომ მე გოგოებო იმ ხელა ვარ გონი ორსულად რო ვიყავი, აი ზუსტად ეგრე ვარ. არა. ზუსტად ეგეთი არა. არაფერი მიკებია. ანუ როგორ არ იცით? შეგძლება მაგრამ უნდა გავსკდე. ანუ გონია რომ უნდა გავსკდე. ყველანაირი პირობა მაქვს იმის რომ დავიწყო კალორიული დეფიციტი და მივხედო ჩემს თავს. რას ველოდები გონზე არ ვარ? ანუ რა მოხდება ჩემს მაგად ვინმე გააკეთებს თუ რას ისევს? არ ვიცი. უი გოგოებო კალორიულზე დამახსენდა. ვიპოვე რა ქვია მაგას კაცო პური. რომელსაც აქვს ძალიან დაბალი კალორია, სულ რაღაც 166 თუ რაღაც არ ვიცი. ზუსტად არ მახსოვს, დაბალი. მოდიდე შემოიტანეს ორ ნაბიჯი. ამ მქონა ნახე ყვა ჩამოვარდა 20 კალორიას რომ დავაკვირდი. სახლში რომ მივალ, მე აუცილებლად გაჩვენებთ. არც ზვირი არ ღირს. ნახე ჩვენ ვიცით რომ პურს საკმაოდ დიდი კალორია აქვს და პურსად გააჩნია, ხო? ხო და ანუ ახლა მე
ისეთ პურსაც ყიდულობდი, რომელსაც ნაკლები ქონდა და იქ ცონაბეთში იყიდება, მაგრამ რაღაცა ეს უფრო ის არის. გაჩვენებთ აუცილებლად. მოვიმარაგე და რა ვიცი აზრი. ხო, ტკბილს რაც შეეხება 2 დღე საერთოდ აღარ მიმიღია. მოდიდე, მე ადამიანი, რომელიც არ ვიყავი ტკბილზე დამოკიდებული, შემჯდარი ვარ იმაზე, რა ქვია, მედოკზე და რაღაცეებზე. აი, ჩვეულებრივად ოფიციალურად შემჯდარი ვარ, დამოკიდებული ვარ შემჯდარი. გავომივიდა აქ ახალოკელი ქურთი. დამოკიდებული. არა, ტრასარი, მოდი ჩემთან. ხო და 2 დღე საერთოდ არ მიმიღია ტკბილეული, იმიტომ რომ ჩემი ინსულინის ამბების გადამკიდე ძალიან გავირთულებ უარეს. დეჟდაც გამირთულდა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ცოტა უნდა გამიფხიზადე რა. როდის არ ვიცი. მაგრამ ტკბილიდან უნდა დავახციოთ. ახლა გამახსენდა ერთხელ ეს არის, რა ქვია, საცხოვრობ ტერიტორიულად თუ ერთმა ადამიანმა მკითხა, მაშინ მუშაობდი ვაკეში. ხო და ნახალოკაში თქო. შევხედე. ნახალოკა სად არის? გამახსენდა. აი ჯან. რაღაცა ჯან, შვეჭკმა გაიარა და ისე ცოტა ისე რომ დადია ხვდებით. ხო და მაგაზე გამახსენდა. მახსოვს ყბა როგორ ჩამომვარდა. არ ვიცი, სავარაუდოდ ეთყობა რაღაცა რეგიონი ეკოდა რაღაც. და ერთის. ჰაი. დილამშვიდობის. თბილისში იწვიმა. ნახალოკაში ასეთი წვიმა აშკარად არ იყო. რასაც მე აქ ვხედა. როგორც ყოველთვის საბურთალო შედარებით უფრო ინგრევა ხოლმე წვიმის კუთხით. ბევრად. ესე იგი გოგოებო, აი, რა არის? ვერ შეიცვა. აი ონკანიდან რომ წყალიც მოუშვებ და მოდის, ასე მოდის სახიდან წყალი. ისე მცხელა. ოღონდ. ხოლოდ მაშინ კი არა რომ უიახლა წონა მაგომეტები და მაგიტო ზოგადად ამ მდგომარეობაში ვარ მუდმივად ზაფხულში. ხო და ადრე მირჩიეს კიბეზე ადიდე გუბეში არ ჩადგა ფეხი. რომ ანუ დაბანიო რაღაც აქ უნდა წაისვა აქ რაღაცები. მაგრამ მე რეწვა მქონდა რაღაცა უსამნო შეგრძნებები და დავანები თავი. სიმართლეა ჩემეშინდა მე რა ვიცი მე არ მომწეს ესეთი უკუჩვენება რაღაც. ხო და მე მინდოდა იმის გაკეთება. რაღაცას რო აჩერებენ ამ ჭარბოფლიანობას. რა ქვია მაგ პროცედურას ნამდვილად არ მახსოვს ახლა ვერ მოგატყუებთ. მაგის გაკეთება. მე მითხრეს რომ ეგ თუ გამოსასვლელია უნდა გამოვიდეს და აი და უვიდა რაღაცა შევჩერდი და გადავიფიქრე. მარიკუნა ხელი მომეც. ხო და ხალხო მიშველეთ, ანუ იქნები ცოდეთ რამე, რა ვიცი. ნაბაყოლიანეთ რა ვქნა. აი მართლა იცით როგორ ვარ, რომ ჯერ ხო აღარაფერს ვისვამ სახეზე მეტყობა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მართლა წყალი. ამას შეხედეთ ხო? საკეში ხურება. კი, დახუჭედე. აი ასე მარიამს გეფიცებით ჩვენ მე ვერ წავისვა. გაახილედე. გაახილე. ანუ ამას შეხედეთ ხალხ როგორ უსვია. საბავშვო მეგობრებო რა თქმა უნდა და არა ჩემი. კიდე. ხო და რას ვამბობდი? დამეხმართ იქნები ცოდეთ რამე. აი უბრალოდ რამის წასმას ვინ დაეძებს ხალხ ხურაში მედარდება. უკვე ისეთ დისკომფორტში ვარ. ჯერ ახლა დაიწყო სიცხები და წყალი რომ მოგდის, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ.
და ოღონდ დილით რო ავდგები და მზადებას ვიწყებ, უკვე მდგომარეობაში ვარ. აი დღეს უბრალოდ ეს დავჯიგსარკეს ჩავიხედე და სახე მქონდა სავსე უკვე იმით რა ქვია. სუსველი ვიყავი. აი სუსველი ვიყავი. ხო და ძალიან დიდი დისკომფორტია დამეთანხმებით და აურაკაი სიგრილია ხოლმე აქ ყოველთვის აი ამ ადგილას. ხო და რა გავაკეთო? არ ვიცი. აი ასეთი სახის სისველი, ნუ მე არ ვიცი. დღეს ჩხილის ლაქი უნდა წავისვა. თავიდან ეს უკვე ცოტა აძურა მიძურა. დროზე ახლა. კი არის არიელი და არც ჩანს არაფერი, მაგრამ რა გადამიყვანს. სანამ ჩვენი ის არ იქნება გადასვლის გუშინ 10 ხდებოდა ვიდეოს ამონტაჟებდი ჩვენი ბაღის თა როგორ ვიყავიცით ფაქტობრივად მეძინა ხო და 11-ის წუთები იყო რაღაც ნახევარი ხო არ ვიცი ეგრე დავწექი და აი გავითიშე არც მახსოვს არც ამის სკროლავს აი ხოჭება რომ ასკროლო არა ჩემს დაქალსეუნები ხოლმე რომ მეთქი აი ნუ რანაირად აი მეთქი რანაირად იყავი კიდე პროდუქტიული რამისთვის იმიტომ რომ ის დილიდან საღამომდე მუშაობს სხვა სტრუქტურა შემაგრემ საათობრივად რა ანუ აქეთ გადმოდი საწახვედი რა გზაბნეული დადიხარ კაცო გამოდი არ დაგეჯახმარ ხო და საკმაოდ გვიან მოდიოდა ხოლმე ისიც სახლში და არ ჩაბათი ქონდა არც კვირა ხან ქონდა ხან არ ქონდა მეთქი ცოცხალი რანაირად იყავ მარიკო რა ხდება გამაგებინე გძრება ვერ გავიგე კაცო რა ზომაფასაცმელი ვიყიდო ამბავს ყველაფერი ძრება ხო და მაგას ვამბობდი ხოლმე რომ აი რანაირად ახერხებდი რომ ცოცხალი რჩებოდი იმიტომ რომ მიჩვევა ალბათ და მიეჩვევია შენცონა რა ბაღში ამოიღე წამოდი რა ეთყობა კენჭიჩო წავედით ხო და არ ვიცი მოთხარი მე შაბათ-კვირა სახლში ვარ და ძალების აღდგენა მიჭირდა არ ვიცი მოთხარი კაცი ისიც ეკმოდ ხმაურში მუშაობს და საკმაოდ დატვირთული სამსახური აქვს ხო და არ ვიცი რანაირად შევდა რომ ახლა ვხვდები რომ მეუბნებოდა ხოლმე რომ აი შენ ჩამოდი არ სადგოსის თავი არ მოხს მაშინ ასეთ დატვირთული არ ვიყავ კეთო მოკითხვა კიდე სიყვარული მოდით არ ვიცი გოგო ვერ გეტყვით ომედე და ძალიან უწვიმია ხალხო საბურთალო გიშდები წადი საყვარელო ეს კაბაჩქან მანქანები ერთი წუთი ნანი ჯაიანმა გამოუგზავნა მოდიდე დაბადების დღის საჩუქარი ხო და ძალიან მოგვეწონა ძალიან ნანი ჯაიანი არის ანბანელას მთავარი რეჟისორი მე მისი ასისტენტი გახლავართ არ ვიცი სასწაული ხალ არა და ენათია მენეჯერია დირექტორი ქეთია და გადმოდი მანქანა მოდის ბეტონის ჯუნგლები მე ხალხო ვიგუდები ვიხურთები ამ ხელაწონა აბა რა სიზავს გადახვირთქული ვარ გადახვირთქული არიკო ბანავე მეცვიბანავე და სანამ ნოტიოა კანი მოდი ცოტა ვიქალოთ ცოტა მე უნდა წავიშორო ხალი წავისვა არ ვიცი მე რამდენად
იმასთვის რა ქვია მომეხალისება არ ვიცი ოღონდ მარიკონა ჩაიცვიდე აი ბანაობა რა არის გოგოებო ხო აი დაღლა რაღაცა პროცენტით მეშვება რა ქვია აი თითქოს მთელი ქვეყნის ჭუჭყი ჩამოიბანე გეჯეგზნება გაკ და რაღაცეთ ოდნავ გაგრილებს მაგრამ რაც გინდა სანამ გამოხვალ უკვე ისევ შესასვლელი ხარ შიგნით რა გინდა ბატონო დადექიმად არ მოხვიდე ეგრე მომეცი აქ მომეცი და რატო ვერ მოვაბი თავბოლო ხო ვერ მეტყვი დედა ეს თქო უნდა იყოს უკან კი არ გითხარი გადმოატრიალო თქო მაგრამ რადგან მოხვედი მოდი დაუჩქარე რა ცოტა ვერ გავიგე შენგელო თუ 8 წელი მაგრამ აი გოგოებო ის არის რა ქვია აუცილებლად რამე უნდა ვიყიდო ფეხზე რაც მაქვს არაფერი მომწონს და დავდივარ რაღაცა დათბილული რაღაც თითქოს ის ვიყო რა ქვია გაგანია ციმბირში თვად ეგრე არა მაგრამ აღარ არის მაგის სეზონი რა და სხვები რაც მაქვს არ მომწონს და არ ვიცი ვერ გავიარე ხვალ მინდოდა და ხვალ რას გავივლი ვერ გავივლი რაც ნიშნავს იმას რომ ის არის რა ქვია აი არ ვიცი როდის უნდა გავივლი გავიდა საფხული ამასობაში ამ დროს უკვე მე სოფელში ვიყავი გადაბარგებული რასაც ქვია პატარა ასაკში გადაბარგებული ვიყავი სკოლიდან დამითხოდნენ თუ არა ეგრევე პირდაპირ რესით აუ ბედნიერესი წლები მქონდა თურმე ღმერთო აი თურმე რამდენად ტკბილი წლები მოსაგონებელი რამდენი ეიფორია მქონია რამდენი აი დამიბრუნეთ ის დრო რა დამიბრუნეთ როცა ყველა სახლიდან ჟრიამული გამოდიოდა ყველა სახლიდან ხმები ისმოდა რაღაცა იქ ქათმების ხმა ისმოდა იქ რაღაცა ძროხის ღორის რა ვიცი აი დამიბრუნეთ ეგ დრო არ მინდა მე ეს დრო სადაც სოფელში ნუ რა მინდა არის აღარ მინდა მე ეს დრო მიხოთ ვინც არის ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს რომ სოფელში მოიწყოს დაჩა ცდილობს რომ გადავიდეს საცხოვრებლად მაინც აი რა მინდა სოფელია რა სამწუხაროდ ჯერ ისე ბატონო მე ვიძახი ისეთ ადამიანებს ვინც მხოლოდ და მხოლოდ აუზი და თურქეთი და ბარსელონებს აღიარებს დამიბრუნეთ ჩემი სოფელი ჩემი დრო მერთო რა კარგი იყო სამწუხაროდ თურმე რამალე მთავრდება თურმე ბავშვობა დაიწყება ზღვა პასუხისმგებლობის ეტაპი როცა შენ თავს აღარ გავხარ და აღარ გეკუთვნის მხოლოდ შენ თავი ეკუთვნი ძალიან ბევრ ადამიანს უკვე და მოკლედ რომ იაზრებ ანუ ამას რა არის დედა გააფერად ეს იყო ესე მენატრება ხალხო ეგ პერიოდი ხო ახლა ჩავდივარ სოფელში და რაღაც მაგრამ და ვცდილობ რაღაცა ყველა ხესთან დავდგე ყველა სახლის კუნჭულს ვუყურებ მივაშტერდები იმიტომ რომ სამუდამოდ აი აქ ჩამრჩეს რა სამუდამოდ აი თუნდაც ისეთი სკლეროზი რომ დამემართოს რომ აი საერთოდ არ ვიცოდე ვინ ვარ და რა მქვია აი მინდა რომ აი ის ყველაფერი მახსოვდეს რა საყვარელი ადამიანებიც მინდა მახსოვდეს და საერთოდ არ მინდა რომ სკოლაში დამემართოს მაგრამ საერთოდ ვიცი და მინდა რომ მახსოვდეს ბევრი რამ და ბევრი ადამიანი ალბათ მოვა მერე დრო რომ ხიზაბავრაშიც ყოველ წელს აღარ ჩავალ როცა მომიკაკუნებს მეციბერე
ანუ მეტირება. ვაიმე ხალხო ძალიან ცუდად ვარ. ძალიან მტკივა შიგნიდან, აი ეგ საკითხი, არ ვიცი როგორ გადმოგცეთ, მაგრამ რო ვიაზრებ, რო დადგება ეგ დღე და აუცილებლად დადგება, რა თქმა უნდა, უკვე როცა ისე ვეღარ ხარ ჯანზე, როცა ნუ მოკლედ ხო ხვდებით რა როგორც ხდება ხოლმე. ძალიან მტკივნეულია. როცა გენატრება, ნეტა შემახედა, ნეტა იქ ფეხი დამადგმევინა. ვაიმე, გავაფრ, ხალხი ხდება გავაფრინო. ანუ ახლავე მედარდება, ახლავე მტკივა, ახლავე მენატრება ჯერ. იქამდე არის მისულა და ახლავე მტკივა და მენატრება ეგ ყველაფერი. ასე სამწუხაროდ. თურმე ყველაფერი მიდის, კი არა მიქრის. მენატრება სოფლის სუნი. აი რო არის ხოლმე ადამიანი რაღაცა ღორის და ძროხის რაღაცა სუნია და სუნი არის, მაგრამ აი ეგეც მენატრება, ეგ არის სოფელი. ეგ არის სოფელი. არც ის საკითხი არ მაწუხებს თუ ხის აპირფარეშოში შევა. არ მაწუხებს, მიყვარს ეგეც მიყვარს. ყველაფერი მიყვარს. ის აღმართიც მიყვარს, სადაც ჩემი პაპის საფლავია და მივიჩქარი. მე ამ შემთხვევაში სოფელზე რო საუბრობ, თორე თბილისშიც ყავს ბებო და პაპა, რომლებიც უკვე აღარ არიან, მრავალი წელია და მენატრებიან. ძალიან. მინდა ხოლმე რომ გავექცე შეგრძნებებს, მაგრამ სად გავექცე? ბატონო. კიდედი რა თქმა უნდა. აი ეს ყვავი. გასწორე ნახე. ადედიკო. სხვანაირი თვალები ადამიანების. იმ ადამიანების, ვინც მე ვიცი, ბევრი ისეთი არის, სადაც ვეღარ ვცნობ ვინ არიან. და ისე განვიცდი ხოლმე, რომ გავიგებ, რომ აი ვიღაც გარდაიცვალა. უფროსი თაობის წარმომადგენელი შეიძლება სულ არ ვიცნობ და ესე და ახლო კონტაქტი ეს მაგრამ მტკივა ეგ, იმიტომ რომ ვაცნობე, რომ მიდიან ის ადამიანები, ვინც ისევ კარს აღებენ. მოვადრო კარსაც აღარავინ გაგებებს. ეგრე როგორ მესმის ხოლმე, რომ იძახიან აი ემიგრანტები, რომ როგორ მენატრება სოფელი, რომ წერენ ხოლმე სოფლის ვლოგებს, რომ აი ხიზაბავრაში ვარ, თუნდაც ჩემი მეუღლე სოფელში. როგორ მენატრება, როგორ მესმის თქვენ. მიაქვარ და მენატრება და მტკივა და თქვენ წარმომიდგენია. რა ჩემო საყვარელი. აი მე ძალიან მხოლოდ თავი რომ მიჩანს ბოდიში, მაგრამ tani გამოსაჩენი არა მაქვს ახლა ამ ეტაპზე. აი ისე გამოვიყურები. იმას ქენი დედიკო რა დააფარე. არა, ეგ არ წაისვადე, არა. ნუსმე. დედა ყველა წასვლაზე თითქმის მიმაქვს ხოლმე კბილის ჯაგრისის სოფელში ახალი. ახლა და მე არ ვიცი სად კარგად ვაგდებ რა ყოველ წასვლაზე მიმართ. აუ ერთი წამი არ წაისვე, ხა ალერგიას მოგცემს დედა და რო გეუბნები, რა ვიცი, ამ ბოლო დროს რატო არ გესმის ჩემი თუ რაღაცა ხმა არ მოდის. მან დამდგა მე ყველი ისე მტკიოდა ხამე გოგოები. ისე მტკიოდა, ვერ ყლაპავდი ნერწყვს. აი ახლა აი მონაკვეთში
რომ ყლაპო გული აი ესე მიშვება. წავედი ახლა მე. უნდა ჩავბარგდე. მე კიდე შეგახმიანებით. ბაიმედი და საზამთრო მაგ დასაჭრელი ისე მეზარება. მაგრამ ისეთი დასიცხული მოვედი, რომ მითხრა ყოველ საზამთრო მოგიტანეთ, რომ მეთქი ვაიმე რა ბედნიერება. დედას გებიცებთ გადავირიელა მისი ხარული. რაც მე წინა წელს საზამთრო ჭამე, ჩემს სიცოცხლეში მაგდენი არ მიჭამია, მთლიანობაში. არ მიჭამია. ახლა, ჰაი, ღვთისყალობა თქვენცა მეცა. ახლა სანამ ის არის ნაპური მოემატება და ამრეკე წყალკანაში დედა ქვაში არ დავდოვებხოთ კაცი თუძი სპენდაზე დავაყენე ყველა მე უთხარი 8-ჯერ გავიქაფე გამოვედი და არ მოვიდა ნაპური ძმაო მე უთხარი და ქუდოდიო ბუდიშები მიხადეს საიდან იცოდი მე რო ვეკავდი არ ვიცი მაგრამ ეთქობა კალამ უთხრა ახლა ერთი ორი სიტყვა მაქვს სათქმელი მოღალატე კაცი ანუ დაშვიდანეში გასაშვები. მოღალატე კაცი, ანუ აკაიკა კაცი ხო. მოღალატე კაცი, ანუ ხო მოღალატე კაცი, ანუ ბუნების შეცდომა ხო. მოღალატე კაცი, ანუ და გადაუარელ ტანკით და არჩინანო ხო. ცხადია. მოღალატე კაცი, ცოლის ნერვები და ყველა დაავადების ფუძე ხო. მოღალატე კაცი. წერტილი. კიდე ბევრი შემიძლია თქვა, მაგრამ ნაპური თავკე მოდისო წყალიო და მიზვანო კესიქიდან. ხო და შევარი ის არის შხაპი მივიღო რა გავგრილდე უნდა და წყლისა მასაჟები დავიწყებთ. გავარ. და ივაჭები რა ქვია. ცეკვა წყლისა მასაჟები და ის არის კარგია. უნდა ვივარჯიშო. იქნება ერთი კილო 800 რაღაცა დავიკლო რა. იყო 900 არ დავეწებ. თუ 2 კილო. ხო რა ვიცი 15-20 მინდა, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ბაი, მოღალატე კაცი, ანუ რატო დაიბადე საერთოდ ამ მზია ქვეყანაში ხო? უნდა მუშო კაცო. მაინც ამეშალა